თავისუფლებაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ქრისტიანულ თავისუფლებაზე, ქრისტეში თავისუფლებაზე. თვითონ თავისუფლება რომ გავიგოთ, ესე მამები საერთოდ ეგრე ამბობენ ხოლმე, როცა რაღაცა საკითხის სიტყვის ახსნა გინდა, მისი საწინააღმდეგო სიტყვა უნდა განმარტო და ამით ხვდები ის რა არის. და თავისუფლების საწინააღმდეგო, ანუ უფრო სწორედ მეორე მხარე არის მონობა სიტყვა. და მე მინდა აი ამ მცირე შესავალი გავაკეთო სიტყვა მონის წარმომავლობაზე. ძველ ქართულად წერია ესეთი ისა. უფალმა ბიბლიური სიტყვებია, უფალმა განიკითხოს ერი თვისი და მონათა თვისთან უგეშინის ცეს. ეს არის ძველი თარგმანი, ბერძნულიდან თარგმნილი და ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ ბიბლია, რომელიც არის ებრაულიდან თარგმნილი და იქ წერია ეს სიტყვები ასე. უფალი გაასამართლებს თავის ხალხს და თავის მორჩილებს შეივედრებს. აი მონა ებრაულ სიტყვაში ნიშნავს მსახურს ან მორჩილს. ორის მნიშვნელობა აქვს, ანუ მსახური და მორჩილი. ამიტომ თუ ჩვენ თავისუფლებაზე ვისაუბროთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს მონობა. როდესაც მე ხალხს ვაზიარებ, ზიარების დროს, ჩვენ ვამბობთ ესე მგლები, რომ ეს ზიარება მონახტისა, ესა და ეს. ბევრს არ მოწონს ეს, იმიტომ რომ მონამ ძალიან ცუდი შინაარსი შეიძინა, მაგრამ თუ ამას ჩვენ ვიტყვით ეზიარება ესა და ეს, მორჩილი, ღვთის მორჩილი. ამას ახლა ხაზი რატო გავუშვი, იმიტომ რომ თავისუფლება როგორც ასეთი არ არსებობს. სრულად ადამიანი თავისუფალი რო იყოს ყველაფრისაგან არ არსებობს. ამიტომ მამები ამბობენ ესეთ სიტყვებს, რომ ვინც თავისუფალს დაემორჩილება, ანუ დაემონება, ან დაემორჩილება, ის ხდება თავისუფალი. თავისუფალი არა აქვს ისეთი გაგება, რომ ყველაფრისგან და ყველანაირად თავისუფალი იყოს, რადგან ადამიანს არ შეუძლია თუნდაც ის, რომ იყოს უკვდავი. ჩვენ აი მაგალითად შეიძლება გქონდეს ოცნება, რომ ვიყოთ ან გავხდეთ უკვდავი, მაგრამ ეს არასოდეს არ ხდება, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ ჩვენ, რომ თუ ადამიანი კვდება და მას არ უნდა ეს არ არის თავისუფალი. რაღაცა ბუნებას არის დაქვემდებარებული. და ის რაც ბუნებას არის დაქვემდებარებული, ის შეუძლებელია იყოს თავისუფალი. ეხლა განვიხილოთ რა მოხდა 60-ში. მცირედით შევეხები 60-ის საკითხს. მოკლედ, როდესაც ადამი შექმნა ღმერთმა, ის შექმნა თავისუფალი ნების მქონე. მაგრამ ეს თავისუფალი ნება არ ნიშნავს, რომ მას თავისთავადობა შეეძლო. თავისუფალი ნება ჰქონდა მიცემული არჩევანისთვის. არჩევანი უნდა ერჩია ან ღმერთი, ან სიკვდილი, ან სიცოცხლე. ამაში იყო თავისუფლება, ანუ არჩევანი გულისხმობდა იმას, რომ ის რომელიღაცა მხარეს უნდა წასულიყო. და მოხდა, ყველა ვიცით, რაც მოხდა ბიბლიაში, რაც წერია, ადამიანმა აირჩია მოტყუებით, რა თქმა უნდა, სიკვდილი. სულის სიკვდილი. ადამი, როგორც მამები ამბობენ, ამ ბოროტის სიტყვის მიღების თანავე სულით მოკვდა. ღმერთმა რო უთხრა, შენ
ამას რომ მიიღე მოკვდებიო, ის ამის მიღებისთანავე მოკვდა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ამიტომ თავისუფლების შეზღუდვა არავის არ შეუძლია, რა თქმა უნდა. თავისუფლების შეზღუდვა არავის არ შეუძლია, იმიტომ რომ ღმერთსაც არ შეუზღუდია, იმიტომ რომ თავისუფლების შეზღუდვით ადამიანი ვერ გადარჩება, ადამიანი ვერ განიმხრთობა, მაგრამ როდესაც ღმერთმა თავისუფლება მისცა ადამიანს, ნების თავისუფლება, იქვე მისცა მას იმისი საშუალება, რომ მას აერჩია ანკეთილი ამბოროტი. ანუ თავისუფლებას არჩევანს რა მოყვებოდა ღმერთმა უთხრა. ამიტომ ჩვენი თავისუფლება არჩევანში დღესაც გვაქვს, ოღონდ არას სიკვდილის მიმართებაში ამაში არა გვაქვს, ჩვენ ვკვდებით, მაგრამ სულის სიკვდილის მიმართებაში მოვკვდებით სული თუ არა, ეს თავისუფლება გვაქვს, იმიტომ რომ ეს თავისუფლება მოგვანიჭა ქრისტემ, რადგან მან თქვა, რომ ვისაც ჩემი სამს, ის არ მოკვდება. აი ამის არჩევანი არის ჩვენი თავისუფლება ან მონობა. გააჩნია ვის ვემონებით, ვისი მსახურები ხვდებით. როდესაც აი ახლა ვისაუბროთ ქრისტეს განკაცებაზე და გეტყვით სამ რაღაცას, რაც მოხდა სამოთხეში. სამოთხეში მოხდა ესეთი რაღაცა, როდესაც ადამი დაეცა და ღმერთი გამოეცხადა, ღმერთს უთხრა გადააბრალა ცოლს, ცოლმა გველს და ღმერთმა განუჩინა ადამიანს, ადამს წყევლის სახით სამი რამე. ეს პირველი არის მიწახარ და მიწადი იქეცი, მეორე არის ოფლით აშენით და ჭამდე პურს, ანუ მოკვდავობის პროცესი და მესამე არის სამოთხიდან გამოდევნა. აი ეს სამი მოვლენა რაც სამოთხეში მოხდა, ამ სამის გაკიცხვით იწყებს ეშმაკი ქრისტესთან ურთიერთობას და ქრისტე ამ სამის საჭიროების მტკიცებით იწყებს თავის ქადაგებას. ეხლა ეს სამი რა არის? როდესაც მაცხოვარმა იორდანეში ნათელიღო, პირდაპირ პირველად მიდის უდაბნოში, რათა დაემარცხებინა ეშმაკი და აძლევს ესმაკსაც იმის უფლებას, რომ მან გამოხატოს თავისი აზრი. ეხლა კავშირი სად არის? დააკვირდით. ის ეუბნება, რომ თუ შენ ღმერთის ძე ხარ, მაშინ რატო უნდა იშრომ? რატო უნდა დაღვარო ოფლი? აი რა ღმერთს თუ შენ, ახლა მეორენაირად ვთქვა, ღმერთს თუ შენ ძედ მიაჩნი ხარ, ღმერთს შენ თუ შვილად მიაჩნი ხარ, მაშინ რატო დაგწყევლა? რატო თქვა, რომ შენი ოფლი ჭამეო? ეს არის ადამიანში თოროთი ებრძვის ღმერთს. ანუ ადამიანში უნდა ღმერთის გამტყუნება, რომ ღმერთმა ის მონად შექმნა. სამოთხეში რო გავიხსენოთ რა მოხდა, რომ აი თქვენ ამას რო შეჭამთ, კი არ მოკვდებით, ღმერთები ხდებით. ანუ ღმერთი გამტყუნა, ღმერთმა არასწორი გითხრათ, მონად ყავხართ ეხლა და მას უნდა თქვენ მონა იყოთ და არა თავისუფალი, მას უნდა რომ თქვენ ღმერთი არ გახდეთ. ამიტომ აგიგზავნათ, ხო? აი იგივე ხდება აქ, იმიტომ რომ მოგლეთ ის გამორჩა, რომ როდესაც ადამი დაეცა, ის სულით მოკვდა, მაგრამ ხორცით უკვდავი იყო. ანუ დაცემას არ გამოუწვევია ხორცის სიკვდილი. დაცემას არ გამოუწვევია სამოთხიდან გამოდევნა, ის ჯერ კიდევ სამოთხეში იყო. აი ეს ყველაფერი დაცემის გამო გააკეთა ღმერთმა, მაგრამ გააკეთა
ისევ და ისევ ადამიანის სახსნელად. აი აქ არის წევლის სახით უთხრა, მაგრამ ამის გარე შეხსნა არ იქნებოდა. თუ ადამი დარჩებოდა ცოცხალი, სულით მკვდარი და ხორცით ცოცხალი, ის მარადიული ცხოველი იქნებოდა. რადგან მას სინანული არ ექნებოდა, მას ღმერთი გამოეცხადა და ის გარბის ღმერთისგან და მუდმივად ასე იქნებოდა. ამიტომ ღმერთმა დაუწესა ეს იმისთვის, რომ ადამიანი გონს მოსულიყო. სინანული არის გონს მოსულა. უძღებშულზე არის ნათქვამი, გონს მოვიდაო. აი ეს გონს მოსულა ადამიანს, გონს მოყავს ადამიანი სამ რაღაცას. უფლის ყურას, ანუ შრომას, ის რომ მოკვდავია, მან რომ არ შეჭამოს, ის დაშლადია და კვდება. ეს არ იყო ადამი. ასეთი არ იყო ადამი. მეორე, მან დაკარგა 64. გამოაძევეს იქიდან. და მესამე, მან დაკარგა სიცოცხლე, ხორციელიც. იმიტომ რომ კვდება. და ზუსტად აი ამ სამი განჩინება, ღმერთის სამი განჩინების საწინააღმდეგო არის სამი საცდური, ეგრეთ წოდებული ეშმაკის საცდური, რომელიც ხდება უდაბნოში. და პირველი, როგორც გითხარი, ეს იყო აი ქვები აქციე პურად. თუ შენ ღმერთის ძე ხარ, თუ შენ ძედმიაჩნი ხარ ღმერთს, მაშინ როგორ უნდა იშრომ, ოფლი როგორ ვარო, თქვი ღმერთის შვილი თუ ხარ, აგერ ქვა იქცეს პურად და ჭამე. მაცხოვრის პასუხია: არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი. დააკვირდით. ეს აი ოფლის ღურის პასუხი. მეორე არის, როდესაც ეუბნება სატანა, რომ გადაიგდე თავი. ხო წერია, რომ ანგელოზები აგიყვან. ეს თავის გადაგდება არის მიწა ხარ და მიწად იქცევი. აი თუ შენ ღმერთის ძე ხარ, როგორ შეიძლება რომ მოკვდე ხორციელად? როგორ შეიძლება შენ რომ ღმერთმა დაგიწესა სიკვდილი? შენ ხომ ეს ღმერთმა დაგიწესა, ღმერთმა გითხრა მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. და როგორ შეიძლება შენ კვდებოდე? აბა ანგელოზები თუ აგიყვანენ, რაზეც პასუხია არ გამოცხადო ღმერთი შენ. და მესამე, ეს არის სიკვდილის, ანუ მიწა ხარ, მიწად მიიქცევის საწინააღმდეგო. და მესამე არის თელ სამყაროს მოგცემ, ოღონდ აყვანი მეცი, უჩვენა მას თელი სამეფო და ოღონდ აყვანი მეცი. ეს არის აი 64-დან ხო გამოგდევნაო შენ ღმერთმა. თუ შენ ღმერთს ძედ მიაჩნდი, თუ შენ ღმერთს შვილად მიაჩნდი, მაშინ როგორ შეიძლება 64-დან რომ გამოედებნეო? რაზეც უფალი პასუხობს, რომ მხოლოდ შენს ღმერთს უნდა ცეთ აყვანი და განვე ჩემგან სატანს. 64-ში თუ ადამი სულით მოკვდა, ქრისტეს განკაცების დროს ქრისტემ, როცა ჩვენ ქრისტეზე ვამბობთ, რომ ქრისტე არის უცოდველი, ეს რას ნიშნავს, რომ დაბადებით უცოდველი? ცოდვა, ერთადერთი და უმთავრესი ცოდვა, ეს არის ღმერთს მოშორებულობა, ღმერთის სიტყვის უარყოფა, რაც მოხდა 64-ში. ეს არის ყველაზე მთავარი ცოდვა, რომლისგანაც მე სხვა დანარჩენი იწყება. მაგრამ საწყისი არის ღმერთის სიტყვის უგულებელყოფა. ამას ნუ გააკეთებ. აი ამ უგულებელყოფამ მოაშორა ის ღმერთს, მას მოაშორა ღვთის სიტყვა მოიშორა და ღმერთს მოშორებული გამოაგდო ღმერთმა 64-დან. და ადამი ღმერთს მხოლოდ
სინანულის მეშვეობით უბრუნდებოდა ისევ. ოღონდ მთლად არა, იმიტომ რომ ეგ შეუძლებელი იყო, გადარჩენა შეუძლებელი იყო ქრისტეს განკაცებამ. ეხლა ქრისტე როგორი დაიბადა? ქრისტე ღმერთ შეერთებული დაიბადა. ძემ ღმერთი ქრისტე კაცი კი არ განკაცდა. ღმერთი განკაცდა, მაგას ნიშნავს ჩვენ რომ ამბობ ღმერთი განკაცდა, ღმერთმა შეიერთა ქრისტეს კაცობრივი სული და კაცობრივი ხორცი. და თუ 60-ში ადამმა სული დაუთმო ეშმაკს და სულით მოკვდა, ქრისტე ამ ქვეყნად სულს ვერ დაუთმობდა, იმიტომ რომ სულით ის ღმერთ შეერთებული იყო, ღმერთი იყო, ერთი პიროვნება, ღმერთი პიროვნება, ხო? და ამიტომ მამებია რო ამბობენ რომ სატყუარად ხორცი მიცავ, ამიტომ ქრისტეს მხოლოდ და მხოლოდ შეეძლო თავისი ხორცის დათმობა. თავისი ხორცის დათმობა ნიშნავს, რომ ქრისტეს შეეძლო, იმიტომაც მიიღო ისეთი ხორცი, რომელიც იყო, რომლის მოკვლად შეიძლებოდა. ესეთი სახარებაში არის ესეთი ამბავი მოთხრობილი, როცა ქრისტეზე ამბობს მათე მახარებელი, რომ ის სიტყვით დევნიდა ეშმაკებს, სიტყვით კურნავდა ავადმყოფობას. სიტყვით კურნავდა და აღსრულდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ მან ჩვენი უძლურებები მიიღო და ჩვენი სნეულებები თავს იდვა. დააკვირდით. აი ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ჩემი სნეულება აიღო, ანუ მე ავადმყოფობა არ დამემართება, იმიტომ რომ ქრისტემ ეს აიღო. არა. ეს ნიშნავს იმას, რომ სოდვის შედეგად, წევლის შედეგად რა ხორციც მიეცა ადამიანს, ის ხორცი შეიმოსა. და ეს ხორცი იყო უძლური, ეს ხორცი იყო დაავადებული. დაავადებული ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა დღეს რასაც ავადმყოფობას ვეძახით, მაგ კუთხით კი არა. ანუ თუ სიმაღლიდან ვიმსჯელებთ, ავადმყოფობა არის უკვე, როცა ხორცი შლადი ხდება. შლადი ხდება, იმიტომ რომ ქრისტე რომ ამბობს, რომ შია, ნიშნავს, რომ მისმა ხორცმა დაშლა დაიწყო და თუ ის არ ვიცემდა საჭმელს, ეს ხორცი კვდებოდა. რა თქმა უნდა, ღმერთ შეეძლო ის არ მომგდარიყო, მაგრამ ხორცი ესეთი იყო. და აი ეს სისუსტე, რომელიც ჩვენ ხორციელად გაგვაჩნია, იტვირთა მან, აი ეს სუსტი ხორცი იტვირთა. და ამ სუსტი ხორცის მეშვეობით გაგვანთავისუფლა. და ამ სუსტი ხორცის მეშვეობით ნიშნავს, რომ ამ სუსტი ხორცით ეცვა ჯვარს. ეხლა რას ნიშნავს ამდენი მიტოყვები, რას ნიშნავს თავისუფლება? აი როგორც ხატწერი აგიხსნით, მაცხოვრის ჯოჯოხეთის წარმოქმნის ხატი არის. ესეთი ესე ქვია ჯოჯოხეთი, ეს ძველი ქართული სიტყვა და ახალ ქართულად მართალი შინაარსობრივად რო გეტყვით და ამას ერთი სიტყვით ვერ ვიტყვი. ეს ხატი ყველაზე გაქვთ ალბათ ნანახი, მაგრამ ამ ხატის შინაარსს გეტყვით. რომ იცოდეთ, აღდგომის ხატი, როგორც ასეთი აღდგომის პროცესის ხატი, აი როგორ აღსდგა მაცხოვარი და რა, ეს არ არის. ეკლესიას არ გააჩნია კანონიკური აღდგომის ხატი, არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ფაქტი არავის არ უნახია და აქედან გამომდინარე არ იხატება მაცხოვარი მართლმადიდებულ იმაში, მაცხოვრის აღდგომის ხატი არ იხატება, თუმცა აწერენ აღდგომას. ძველად აღდგომის ხატი იყო ესეთი ანგელოზიროზის გადმოგორებულ ლოდზე და ეს დედები რო დგანან ნელსაცხებელით ხელში. ეს იყო აღდგომის ხატი, იმიტომ რომ ამის იქეთ უკვე არ იცოდნენ როგორ გამოეხატათ აღდგომა და ასე შემდეგ. მოკლედ ამაზე სხვა დროსაც შეიძლება საუბარი, მაგრამ ჯოჯოხეთის წარმოსტყვენა ქვია
იმ ხალხს, სადაც ადამი ამოყავს მაცხოვარს, ხელი უჭირავს და ამოყავს. წარმოსტყვენან რას ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთში იყო ტყვე, დატყვევებული ადამიანები. და ეს დატყვევებული ადამიანები, დატყვევებული ეშმაკისაგან მოტყუებული და დატყვევებული ადამიანები წარმოსტყვენა ნიშნავს, რომ იმას წაართვა ტყვე და თვითონ დაატყვევა. აი ეს ამას უნდა კარგი გაგება, იმიტომ რომ რო გაათავისუფლა ნიშნავს, რომ ბოროტისგან გაათავისუფლა და ჭეშმარიტებას დაუმონა. ანუ ბოროტის მონობისგან გათავისუფლდა და ჭეშმარიტებას დაუმონა. ამიტომ თავისუფლება რო არ არსებობს, რომ ვამბობ, თავისუფლება ესეთი, რომ ბოროტთან არ იყო და არ ჭეშმარიტებასთან იყო, ეგეთი რამე არ არსებობს. ან ბოროტთან ხარ დამონებული, ან ჭეშმარიტებას ხარ დამონებული. ამიტომ ამბობს მაცხოვარი, რომ შეიცანი ჭეშმარიტება. და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ როგორ? აი ჭეშმარიტების შეცნობა, ანუ ჭეშმარიტებას თუ დაემორჩილები, ბოროტის მორჩილებისგან ხარ თავისუფალი. აქედან გათავისუფლებს, იმიტომ რომ ჯოჯოხეთის ტყვეობა რა იყო? ჯოჯოხეთის ტყვეობა იყო პირველ რიგში მოტყუებული ადამიანების მდგომარეობა. მოტყუებული ადამიანების და აი ხშირად ესე პირობითად არის, რომ კარებია დამსხვრეული და იმ კარებზე დგას მაცხოვარი და ჯოჯოხეთის კარები დაამსხვრე. ნუ რაღაცა კარები არ აქვს ჯოჯოხეთს, რა თქმა უნდა, კარებზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ იქ ჩავიდა ჭეშმარიტება. ანუ რაც ადამიანს უთხრა 64-ში, რომ აი არ უნდა შენი განხტობა ღმერთს, აგერ არათუ განხტობილი კაცი, არამედ განკაცებული ღმერთი ჩადის. ღმერთი, რომელიც კაცი გახდა, იმდენად უყვარს კაცი, რომ კაცი შეიმოსა, კაცში დამკვიდრდა. და ამით ღმერთმა უჩვენა, რომ ის იტყუებოდა და არ იმატყუარა, მაგრამ მისი ტყუილი ყოველთვის მიმართულია ღმერთის წინააღმდეგ. როგორც ღმერთის წინააღმდეგ ჩვენში, ანუ ჩვენში მოცემული ღვთის სიტყვის წინააღმდეგ. ამიტომ როდესაც რაღაცა სიტყვები, რომელიც ჩვენში ქრისტეს ამტყუნებს, იცოდეთ, რომ ეს ეშმაკისგან არის, პირდაპირი გაგებით. ეს არის ეშმაკის სიტყვა, რადგან ის ყოველთვის ჩვენში ებრძვის ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ სიტყვას ებრძვის. ამიტომ პავლე მოციქულის სიტყვები არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო ის ყველა, მაგრამ ერთს განსაკუთრებით გამოყოფდი. ესეთ სიტყვებს ამბობს, რომ ფასით ხართ ნაყიდნი, გამოსყიდულნი და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. ფასი რა არის ფასი? სისხლია დაღვრილი. რისთვის დაიღვარა ეს სისხლი? ჩვენთვის, ჩვენ რომ გვენახა, რომ ღმერთს არათუ ჩვენი განხტობა არ უნდა, ჩვენთვის ჯვარცმულია. და ამის დანახვა, ამ რო ეს ჩვენ დაგვენახა, ამისთვის ღმერთს დაწერდა თავისი ხორცის, მხოლოდშობილი ძის ხორცის ჯვარცმა, ანუ ქრისტეს ჯვარცმა, რომ ამ ჯვარცმით ჩვენ გვენახა ღმერთის სიყვარული და ამით გამოვესყიდეთ ტყუილისგან, მონობისგან, მოტყუებულ მდგომარეობისგან და დავმორჩილებოდით მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებას. მაცხოვარი ამბობს, ვინც არ უარყოფს თავის თავს და არ გამომყვება მე, ის ვერ გადარჩება, ჩემი სიტყვებით რო გითხრათ. ის დაკარგავს თავისუფლებას, ხო? ვინც თავის სულს არ უარყოფს, ვინც თავის სულს დაინდობს, თავის სიცოცხლეს დაინდობს, ის დაკარგავს მას და ვინც წარწმინდავს, ანუ მოკლავს, უარყოფს თავის თავს და ქრისტეს გაყვება, აი ის გადარჩება. აი ეხლა უკვე ამაზე გეუბნებოდით, რომ აქ არის თავისუფლება.
სხვა თავისუფლება არ არსებობს. ანუ თავისუფლება არის მხოლოდ იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს დავემონოთ, ვიმსახუროთ და ქრისტეს მორჩილები გავხდეთ. ანუ თავისუფლების ზრდა ქრისტეს მორჩილებაზე გადის. ქრისტეს მორჩილების გარეშე თავისუფალი ადამიანი ვერასოდეს ვერ გახდება. ამიტომ დღეს ამ ქვეყანაზე თავისუფლება არ არსებობს. არსებობს თავისუფლის დამორჩილება. თავისუფლის, ძველ ქართულად რო ვთქვა, თავისუფლის დამონება და რო დაემონო თავისუფლებას და ამით გახდე თავისუფალი. ეს მონასაც თავისი აზრი ქონდა, მამები რო ხმარობდნენ ამ სიტყვას, ეს მონას თავისი წესები არ აქვს, თავისი კანონები არ აქვს, თავისი კონსტიტუცია არ აქვს. მისი კონსტიტუცია არის მისი ბატონის კონსტიტუცია, მისი ბატონის წესდება. მხოლოდ მას ემორჩილება და არასთვისას თავის ბატონის ბრძანებებს, ხო? აი ამიტომ ეს მონა ამ შემთხვევაში კარგი სიტყვაა იმ გაგებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს კონსტიტუციას, ქრისტეს სახარებას, ქრისტეს სიტყვას რო ემორჩილები და მხოლოდ მას ღებულობ და მას მიყვები. აი ეს გაგანთავისუფლებს. შეიცანე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებ თქვენ.